ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება. გაშენების ადგილი, სწორი მოვლა და სწორ დროს დაწყებული რთველი ხარისხიან მოსავალს ნიშნავს. ყურძნის მაღალ ფასს მაღალი ხარისხი განსაზღვრავს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში 2026 წლის რთველის დროს ჭარბყურძენს სახელმწიფო დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს. კონდიციური, არანაკლებ 22%-იანი შაქრიანობის ჭარბი საფერავის ღირებულება ლარი და 50 თეთრი იქნება. 90 თეთრი ღირება საფერავი, რომლის შაქრიანობა 17%-დან 22%-მდეა. ლარი და 30 თეთრია დადგენილი არანაკლებ 20%-იანი შაქრიანობის ყველა საღვინე ვაზის ჯიშის ყურძენზე. 80 თეთრი ღირება საღვინე ყურძენი, რომლის შაქრიანობა 17%-დან 20%-მდეა. 30 თეთრი იქნება საფერავის და საღვინე იმ ყურძნის ფასი, რომლის შაქრიანობაც 17%-მდეა. მხოლოდ ხარისხიანი ყურძნიდან იქმნება ნამდვილი ქართული ღვინო. ღვინის ეროვნული სააგენტო.